ერთი სახელები. ასე რომ ერთი რომელიმე მოვლენის გამოყოფა მიჭირს. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა იყო ჩემთვის ქართული სტენდის და პრეზენტაციის გაკეთება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, იმიტომ რომ ფრანკფურტი არის რო შევადაროთ მნიშვნელობით, თქვათ ლიტერატურაში იგივე, რაც კინოში ოსკარები. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის ესეთი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალთა და გამომცემელთა თავყრილობა, სადაც ჩვენ ქართველი 8 მწერალი შევძელით და წარმოვადგინეთ და გავაკეთეთ პრეზენტაცია საქართველოში არსებულ წიგნის სიტუაციაზე. გვაქვს იმედი, რომ 2015 წელს იქნება საქართველოს მთავარი სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ აბსოლუტურად სხვა პლანში განხილული ქვეყანა უკვე მაგდროისთვის, იმიტომ რომ ეს არის როგორ გითხრათ, მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიება ლიტერატურაში, სადაც ყველა დიდი მწერალი, ყველა დიდი გამომცემელი, ყველა დიდი ქვეყანა ცდილობს წარადგინოს თავის საუკეთესო. აი აქ როცა ხარ შენ ყურადღების ცენტრში, ანუ გაქვს სტატუსი მთავარი სტუმრისა, ეს გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მედიის ყველაზე დიდი ყურადღება, ყველაზე დიდი ხნით. აქ შეგიძლია წარადგინო არა მხოლოდ შენი ხელოვნება, არამედ შეგიძლია წარადგინო შენი ისტორია, შენი ტრადიცია, შენი წესჩვეულება, შენი არ ვიცი, ყველაფერი. ამიტომ ამაზე სერიოზულად მუშაობთ და აი სულ ცოტა ხანში იმედი მაქვს, რომ ამ ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და მათი საგარეო სამინისტრო გერმანული მოაწერს ხელს. ეს კონტრაქტის საფუძველზე ხდება. აი ხომ არ აპირებთ თარგმნილი ლიტერატურის ამაზონზე განთავსებას და გაყიდვას? ვაპირებთ, აბა როგორ? აუცილებლად, იმიტომ რომ ამაზონი დღეს ესეთი რამეა, რამაც ფაქტიურად ბევრი დიდი წიგნის ბაზრობა, წიგნის მაღაზია უბრალოდ დიდი ქსელები უბრალოდ გააუქმა. ამაზონი არის დღეს ყველაზე დიდი წიგნის მაღაზია, ასე ვთქვათ, მსოფლიოში. მას მოაქვს უკვე თბილისშიც, მას შეუძლია მოიტანოს ნებისმიერ მისამართზე გამოწერილი წიგნი, იქნება მუსიკალური ნაწარმოები, ვთქვათ, დისკი, სახალხო სათავშოებსაც კი ყიდიან. მანქანის ნაწილებსაც. ყველაფერი ნებისმიერ, მაგრამ ამაზონმა დაიწყო როგორც წიგნების გამყიდველმა კორპორაციამ თავის საქმიანობა და ბუნებრივია, ყველა ეს წიგნი, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ უცხო ენაზე, იქნება ამაზონზე განთავსებული. ერთ-ერთი სხვათა შორის, მე მგონი უკვე prime time-მა გააკეთა თავისი პროექტის გმირის განთავსება იქა და ეს ძალიან მისაუთ საქმეა, იმიტომ რომ ეს არის კაი მართლა ძალიან კარგი. ეს აღარ მახსოვს. ძალიან კარგი. ეს ახლა ციფრებით როგორ გითხრათ? ეგ ყველაფერი ღია ინფორმაციაა და შეგიძლიათ მოგმართოთ და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. დაიხარჯა მთელი ბიუჯეტი თითქმის რაც გქონდა. realmente არის ეს ათვისებული და რამდენი პროექტი არ ვიცი, უთვალავი ძალიან ბევრი. სამალოთ გითხარით, აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცაა ჩემთვის ძალიან ეს თარგმანების მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია კინოს მიმართულება. ჩვენ გავხდით წელს ევრიმაჟის წევრები. ევრიმაჟი არის ევროპის კინოს მთავარი ფონდი, რომელიც იძლევა თანადაფინანსებას წევრი ქვეყნებისთვის. პირველი თანადაფინანსება ამ მიმართულებით მოიპოვა ქართულ-ესპანურმა პროექტმა. თუ არ მეშლება ჩვენი მხრიდან ამაში არის ჩართული ზურაბ მაღალაშვილი, ესეთი პროდიუსერი. და ჩვენ უკვე წევრები ვართ და იანვრიდან შეგვეძლება მათ აი ამ დიდ რესურსთან განვახორციელოთ ქართული პროექტი. ჩვენს ყველა პროდიუსერს, რეჟისორებს ეკნებათ და ჩვენ სპეციალურად უტარებთ ეხა ტრეინინგებს, რომ მათ ისწავლონ, ესე იგი, ფორმალური მიმართვის ასეთი უნარი შეიძინონ. რომ იქ არის კონკრეტული წესები, როგორც უნდა მოიპოვო, როგორც უნდა უბრალოდ მოითხოვო და შემდეგ ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ამას აქვს თავისი წესი და რიგი და აი ამის ტრეინინგს უტარებთ ჩვენ პროდიუსერებს, რომ მათ შეძლონ ამ მრავალათასიანი დაფინანსების მოპოვება.
საქართველოს უკვე ამ ერთ-ერთი ძალიან კაი პროექტი, რომელიც მახსენდება და ალბათ პირველები ხართ ვისაც ვეუბნები, ეს არის ერთ-ერთი ბრიტანული კომპანიის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოსთან ერთად. ეს იქნება თანაპროდუქცია და ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიც არიან ითან ჰოუკი და ბენ კინგსლი. ამ ფილმს ქვია Epic. ესეთი ქართულად ალბათ ეპოსი. და რა სახით თანამშრომლობთ ამ ბრიტანულ? ქართული საპროდიუსერო კომპანია იქნება, მათი აქაური მასპინძელი, მთლიანად გადაღება იქნება საქართველოში, ბენ კინგსლი და ითან ჰოუკი ჩამოდიან საქართველოში. და როდის დაახლოებით? ეს გადაღება დაიწყება სადღაც თებერვალში. ამაზე უკვე საბოლოო მოლაპარაკებები გაკეთებულია და კინოცენტრი ამაში აქტიურად არის ჩართული, შეგიძლიათ უფრო დეტალებზე მიმართოთ მათ. მაგრამ მე ვიცი რომ გადაწყვეტილება მიღებულია, შევხვდი მე მათ წარმომადგენლებს აქაც და ბერლინის ესე იგი ევროპის ოსკარებზეც, სულ ცოტა ხნის უკან. ისინი ძალიან უკვე შერჩეული აქვთ ადგილები. ეხლა მიდის კასტინგი, არჩევენ ქართულ მსახიობებს, არჩევენ ქართულ პარტნიორებს, საპროდიუსერო კომპანიას და მე მგონი ესენიც უკვე შეარჩიეს. და რაც მთავარია, ეს ორი დიდი მსახიობი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი, არაფრით ნაკლები ვიდრე ინდი გარსია. ითამაშებენ ამ ფილმში, რომელიც მთლიანად იქნება საქართველოში გადაღებული. ითან ჰოუკი და ბენ კინგსლი. ბენ კინგსლი იცით ვინც არის? განდის როლი აქვს აღებულ ნათამაშები და ოსკაროსანი მსახიობია. ითან ჰოუკი გახლავთ ასევე ძალიან ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი, უმა თურმანის ქმარი. ჟანრი იცით ფილმის დაახლოებით? ეს არის სიურეალისტური ამბავია, არარსებულ ქვეყანაზეა, ასეთ არაღიარებულ რაღაცა წარმონაქმნზე, დაახლოებით ისეთზე, როგორც არის ოკუპირებული ტერიტორია, ვთქვათ, აფხაზეთში და ასეთი რაღაცა გროტესკული ფილმია იმ აბსურდზე, რომელიც თუმცა ეს არ არის საკონკრეტებული, რომ ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული ქვეყანა. იღებენ ესეთ ფილოსოფიური ფილმია რა, ჟანრი არის ესეთი, როგორც გითხარით, ნახევრად სიურეალისტური გროტესკული რაღაც. ბოლივუდთან თანამშრომლობაზე არის? ბოლივუდთან თანამშრომლობა მიდის. ბოლივუდი ორ პროექტს ანვითარებს ახლა საქართველოში, ერთი უკვე გადაიღო, მეორეს გადაღება მიმდინარეობს. ასე რომ ინდოელები, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ქართველი მსახიობი მიყავთ ახლა ინდოეთში, რომ ათამაშონ ინდურ ფილმებში იქ ადგილზე. ეგ ძალიან ხელშეუწყობს, ბუნებრივია კინოს განვითარებას ერთი მხრივ, იმიტომ რომ ამ პროდიუსირებაში მონაწილეობენ ტექნიკური ქართველი პერსონალი და ისინი ჩქარტემში იღებენ საკმაოდ კარგი აპარატურით, ანუ ეს ხალხი ამ ყველაფერში იწვრთნება და ასევე ძალიან პოპულარულს ხდის საქართველოს როგორც ქვეყანას, როგორც ტურისტულ ადგილს ინდოეთში. აი ზუსტად ასეთმა ინდურმა ფილმებმა, რომელიც გადაიღეს შვეიცარიაში, დაახლოებით 40%-ით გაზარდა შვეიცარიის ტურიზმი. ეს წარმოიდგინეთ რამხელა ციფრი. რა პროექტებია ეს კონკრეტულად ხო? ანუ ერთი გადაიღესო უკვე ხო? სახელები არ მახსოვს, ვიცი რომ ორი ფილმია. უნდა მიმართოთ ამ კონკრეტული კითხვით ეკონომიკის სამინისტროს, ვინც ამ წუთას არის მათი ვიზავი. და აი მუსიკალურ სფეროში რა იგეგმება, ანუ სტუმრად ვის შეიძლება ველოდოთ, თქვათ მომავალ წელს ისეც. მუსიკალურ სფეროში, რა ვიცი, ბევრ რაღაცას ვგეგმავთ, ხო გეუბნებით. ზაფხულის ჯაზ ფესტივალი იქნება ძალიან სერიოზული, თავის მნიშვნელობით და მასშტაბით უკვე ეს იქნება დაახლოებით 7-8 დღიანი. აქ ჩამოვა ისეთი, ჯერჯერობით ცნობილი ვინც არის, ალბათ ჯორჯ ბენსონი ჩამოვა ისევ. ჩამოვა, დიდი მუსიკოსებიდან ჯონ სკოფილდი, დეივ ჰოლანდი, ძალიან ცნობილი ხალხიდან ველოდებით ჩიკორეას, ვინც სხვათა შორის ჩვენს ქართველ მუსიკოსთან ერთად სულ მალე აპირებს დისკის ჩაწერას, ბექა გოჩიაშვილთან ერთად, მას აქვს გადაწყვეტილი ჩაწეროს ჯაზური პირფიტა. ამასაც პირველად გეუბნებით ახლა. ველოდებით სულ მალე ჯოშუა რედმანს თავისი კვარტეტით, ესეც წამყვანი ჯაზის სცენაზე ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავია დღეს. რა ვიცი, კიდე რამდენიმე 7-8 ესეთი დიდი ღონისძიება მუსიკალური. რაც შეეხება სულ მალე თუ გაინტერესებთ რა მოხდება, აი დღეს შეგიძლიათ მობრძანდეთ, დღეს მუსიკალური აწლედის სტუდენტები, ბავშვები აკეთებენ საახალწლო ნაძვის ფესტივალს ქუჩაში, შარდენის ქუჩაზე და ეცი გვიქნები და ყველას ეპატიჟებით მოხვიდეთ.
ძალიან სასიამოვნო და ხარისხიან მუსიკას მოისმენთ პატარების შესრულებით. თეატრალურ სფეროში რას ველოდებ? თეატრალურ სფეროში ველოდებით, რა ვიცი, ველოდებით ისო საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, რომელიც ჩატარდება შემოდგომაზე, ველოდებით დიდ მსახიობს, ცნობილ ძალიან ცნობილ მსახიობს, ამაზე მიდის მუშაობა კევინ სპეისის თავის თეატრალური დასით და ლაპარაკი არის მალკოვიჩის სხვა სპექტაკლის ჩამოტანაზეც, ესეც ალბათ განხორციელდება. ორივე პროექტი ძალიან რეალისტურია. ასე რომ მართულებები ბევრია. კი, რა თქმა უნდა. საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რომელიც მაისში ჩატარდება, თბილისის წიგნის ბაზრობა, არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამომცემლებისთვის და მწერლებისთვის, იქნება ასევე ბევრი უცხოელი გამომცემლისთვის და წიგნის აგენტისთვის, ესე იგი მწერლობაში დაკავებული აგენტებისთვის ასეთი ლიტერატურული ფორუმი შარშან უკვე ჩატარდა. და წელს ვაპირებთ დაახლოებით გასამაგებული რაოდენობის ხალხის დაპატიჟებას. ანუ ხალხი მის ჩამოვა, ჩვენ აქაურ მწერლებს გაიცნობთ ადგილზე, აქაურ გამომცემლებს გაიცნობთ ადგილზე და მათთან დაამყარებს ბიზნეს ურთიერთობას. ახლა მუსიკას რაც შეეხება, მუსიკას თარგმნა არ ჭირდება. მუსიკა ყველასთვის გასაგებია, ხო ვიცით? რაც შეეხება ლიტერატურას, ლიტერატურა ისეთი რამეა, რომ თუ არ უთარგმნე უცხოელს თავის ენაზე, არ ესმის. რაც არ უნდა გენიალური რამე არ შესთავაზე. მე ვიგულისხმებ წერლებთან შეხვედრა ბატონო. ხო, მესმის. ასეთი რაღაცა იქნება მაისში, ჩამოდიან სერიოზული გამომცემლები, სერიოზული აგენტები წიგნის, ვისაც პირდაპირ კავშირის დამყარების საშუალება ექნებათ იმ 4 დღის განმავლობაში ჩვენ ყველა მწერალთან. ესეთი რამე არ მოხდა, მოხდა მარტო წელს, უბრალოდ შარშან. არა, წელს ჩატარდა 2011-ში წიგნის ფორუმი ჩავატარეთ. სადაც 4 დღის განმავლობაში ზოგადად უცხოელი გამომცემლები ჩამოვიდნენ და კულტურის სამინისტროში გავაკეთეთ ესეთი კონფერენციასავით, სადაც მათ მოყვნენ წიგნის ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე ნებისმიერ ქვეყანაში, დაახლოებით როგორც ჩვენია. და ეს ხალხიც ჩამოდის და მათთან ერთად კიდე დაახლოებით რიცხობრივად 2 ამდენი ახალი სტუმარი გვეყოლება. ბატონი კაური შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება ერთი ეხება სახელმწიფო ღონისძიებებს, კონკრეტულად რა პროექტებშია ჩართული კულტურის სამინისტრო და რა თანხაა გამოყოფილი სამინისტროდან აი ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით და მეორე სვანეთის საგანძურს შეეხება გარკვეული მტკივნეულობა ახლდა ამ საკითხს და როგორ ფიქრობთ ამ ეტაპზე გადაწყვეტილია თუ არა ეს საკითხი და რას ფიქრობთ? მოგახსენებთ. სვანეთის საგანძურს რაც შეეხება, აქ მოგეხსენებათ რომ მიმდინარეობს რეკონსტრუქცია არსებული მუზეუმისა, რომელიც აქტიურად დაიშალა, იმიტომ რომ აშენებული იყო თეთრი აგურით და ბლოკით კომუნისტების დროს და ეს მითია რომ კომუნისტები კარგად აშენებდნენ, როგორც კი რეკონსტრუქცია დაუპირეთ ამას, გაირკვა რომ მთელი ეს კედლები უბრალოდ დამპალი იყო და ჩამოიშალა თეთრი აგური, არ იხმარება ეგეთ ადგილებში. იხმარეს მაშინ და რეზულტატიც მივიღეთ ის რომ ფაქტიურად შემოგვეფშუნა ხელში ეს დიდი შენობა. გადავწყვიტეთ ახლის აშენება. ამასობაში ბუნებრივია საჭირო იყო დროებით სათავსოს მონახვა ექსპონატებისთვის. იქვე იმ ტერიტორიაზე ადგილობრივი სხვათა შორის მოსახლეობის მოთხოვნით იმავე ტერიტორიაზე გაკეთდა კონტეინერები, რომელშიც გადავიდა ეს კოლექცია, რაც შემდეგ გააპროტესტა ნაწილმა მოსახლეობის და კითხვები გაუჩნდა ამაზე სამღვდელოებასაც. ამიტომ მოვნახეთ ადგილი, რომელიც სპეციალურად გარემონტდა მიკროკლიმატის საშუალებით აღიჭურვა, იმიტომ რომ დაეკმაყოფილებინა დროებითი სათავსოს ყველა მოთხოვნა და დღეს კოლექცია არის განლაგებული იქ. ასე რომ ამის იქით არანაირი პრობლემა ვიდრე ახალი მუზეუმი არ აშენდება და ვიდრე ახალი მუზეუმი არ აშენდება, ეს იდება აქ და არის დაცული და არის ხელუხლებელი, მას ხავს სახელმწიფო დაცვა, იქ არის
კლიმატური და ყველა პირობა დაცული, პირადად ავედი, პირადად შევამოწმე და სხვა შორის მახლდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია საპატრიარქოდან და მათაც ვანახეთ ეს ყველაფერი. ასე რომ აქ სერიოზული პრობლემა არც არსებობდა თავიდან და ეს იყო პოლიტიზირების მცდელობა ამ საკითხის გარკვეული პიროვნებების მიმართ, მაგრამ ბუნებრივია როგორც ყოველთვის წყვილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და პრობლემა ამოწურულია. სახელმწიფო ღონისძიებებს სახელმწიფო ღონისძიებებს გამოგახსენოთ, რა ვიცი.